გუშინ საბოლოო ჯამში ეს პროცესი მივიდა იმ მომენტზე, რასაც ჩვენ ვამბობდით თავიდანვე, როდესაც წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა და მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენ მაშინ ვთქვით ორი რამ. ერთი, რომ ჩვენი მოსაზრებით პრეზიდენტი არ ღვევდა კონსტიტუციას და გვჭირდებოდა ამ საკითხზე სამართლებრივი დასკვნა და მეორე, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი სარგებლობს ნაციონალური მოძრაობის პროტექციის და მფარველობით, რომ ამ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვალა პარლამენტში შეუძლებელი იქნება. ზუსტად ეს ნახეთ ჩვენო საბოლოო ჯამში ორივე საკითხი ასე მოხდა. პირველი ამ მთლიანი პროცესის შედეგად ჩვენ გვაქვს პირველი სამართლებრივი ვერდიქტი, რომელმაც ბოლო ინსტანციით დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და დაარღვია არა მხოლოდ ტექნიკურად ეს ტექნიკურად კონსტიტუცია და რაიმე ტექნიკური ხასიათის ნორმა, არამედ ის მან შებრალა ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა ამ კონსტიტუციაში, რომელიც მთავრობას აკისრებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში და სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიითვისა სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილება და უზურპირებას ახდენდა ამ უფლებამოსილებას. ეს დაადგინა საქართველოს სასამართლომ, ეს არის სამართლებრივი ვერდიქტი, რომელსაც წყალი აღარ გაუვა. მეორე, რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, გუშინ ჩვენ მეორე შედეგი იყო პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს გამოუტანა საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელი. ჩვენ ვნახეთ გუშინ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მფარველობის წყალობით ვერ ჩამოცილდა თავის პოზიციას, თუმცა შედეგი არის ის, რომ მას აქვს უნდობლობა საპარლამენტო უმრავლესობის და მოსახლეობის უმრავლესობის. ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა 1,200,000 ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე ნაციონალის ლეგიტიმაციაში. გუშინდელი დღიდან ჩვენ ყავთ ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ხო, რაც შეეხება ოპოზიციის შეფასება საპრეზიდენტო კამპანიას და მის შემდგომ პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მოვალეთა პრეზიდენტი შეშემდგომში ხალხის მოწმეები პრეზიდენტს, მაგრამ ახლა ოპოზიცია შემოწმებულად გადაიქცა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი მოვლენების შემდეგ, რაც ვნახეთ მეც ფეისბუქს გამოსვამები და აი შეიძლება მარტო ჯაშუში და რეზიდენტი ეს არ არის მხოლოდ ეპიტეტი, ეს არის რა თქმა უნდა შეფასება რაღაც ფაქტისა, რომელზეც ცდილობდა მაშინ ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ მათი სასაუბროა ეს იტყუებოდნენ მაშინ, თუ იტყუებიან ეხლა. ერთი რამ არის ნათელი, რომ ნაციონალური მოძრაობას სჭირდება სალომე ზურაბიშვილის მაგვარი ადამიანი პრეზიდენტად, იმისთვის რომ სწორედ ის მიზანი განახორციელოს, რომელიც მას აქვს და ჩვენ რას ვხედავთ. სინამდვილეში და გუშინ ეს ითქვა კიდევაც, სალომე ზურაბიშვილი ძირს უთხრის, ეს არის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რაღაც ერთეული ექსცესი, არამედ ის ზოგადად ძირს უთქრის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის პრინციპებს. ის ძირს უთქრის მთავრობას, იმით რომ ცდილობს უზურპირება მოახდინოს და მიითვისოს მისი უფლებამოსილება, ის ძირს უთქრის საქართველოს პარლამენტს, მისი დამოკიდებულებით თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი, ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას, ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძირს უთხრის საერთო სასამართლოებს, როდესაც პლანზე საუბრობს, ძირს უთხრის სახალხო დამცველის ინსტიტუტს, საერთო ჯამში ის დაპირისპირებულია და ის ძირს ცდილობს, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენ სახელმწიფოს და ბოლოს მიადგა ის კიდევაც კონსტიტუციას და მან გუშინ რაც გითხრა იყო ის, რომ ის არის სახელმწიფო და გუშინ თქვი მე კიდევაც, რომ მე-14-ის პათოსით საუბრობდა ის ფაქტობრივად, რომ სახელმწიფო არის ის და კონსტიტუცია არის ის, რაზეც ის ითქვას, რომ არის კონსტიტუცია. მას არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუცია და ის უფლებამოსილებები, რომლებიც განსაზღვრა ქართულმა ხალხმა სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოს შორის.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, იქნება სისხლის სამართლებრივი ნაწილი თუ ასე შემდეგ, ეს არ არის პარლამენტის კომპეტენცია. ერთი, თუმცა შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ სასამართლოს დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ მთავრობის ნებართვის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას და ის არ არის ვერ იქნება ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხარჯი ასეთი მოგზაურობისა უნდა გაწეული იყოს კერძო თანხებიდან და ამას ნაწილობრივ თავად ზურაბიშვილიც ადასტურებდა იმით, რომ მან ბოლო რამდენიმე ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა, როგორც მან განაცხადა. ამიტომ ნებისმიერი თეთრი დახარჯული ასეთ ვიზიტის დროს იქნება უკანონო ხარჯვა და რა თქმა უნდა ამას როგორც სხვა დროს არის ხოლმე რეაგირება. მანამდე თუ კი შეეძლო ეთქვა რომ იყო გაურკვეველი სიტუაცია მისთვის და მას ეგონა რომ ეს ოფიციალური ვიზიტები იყო მიუხედავად იმისა რომ თანხმობა არ ჰქონდა 16 ოქტომბრის შემდეგ მას შემდეგ რაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ეს არის საბოლოო სიტყვა რომ ასეთი ნებართვის თანხმობის გარეშე განხორციელებული მოგზაურობა არის პირადი მოგზაურობა და მასზე არც ერთი თეთრი ბიუჯეტისა არ უნდა დაიხარჯოს. ამას აქვს მეორე განზომილებაც. ამიტომ ერთი რომ მე მოუწოდებ თუ კი ვინმე შემორჩენია მას კეთილის სურველი და არჩევის მიმცემი ურჩიონ მან დაჟინებით ქართველი იქნება ეს უცხოელი მრჩეველი მისი ვისაც ის უჯერებს ურჩიონ მას რომ არ გახსნას ეს პანდორას ყუთი კონსტიტუციის დაუმორჩილებლობისა. ამ სავარაუდო ან შესაძლო მოგზაურობებს აქვს მეორე მხარეც არის მიმღები მხარე. რა თქმა უნდა ასე დროს ის უხერხულობაში ჩააგდებს მიმღებ მხარებს თუ კი აქამდე მისი ვიზიტების დროს ჩვენს მეგობრებს შეეძლოთ ეთქვათ ან ამბობდნენ რომ არის საკითხი რომელიც ჯერ გარკვევა საჭიროებს ქვეყნის შიგნით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის მნიშვნელოვანი რომ გავერკვეთ არის თუ არა ამ შემთხვევაში წარმომადგენლის უფლებების განმახორციელებელი პრეზიდენტი 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ რა თქმა უნდა მათი მხრიდან არ უნდა იყოს ხელშეწყობა ასეთი კონსტიტუციის დარღვევისა. მე გუშინაც ვთქვი და აქაც გავიმეორებ. ჩვენ მოველით ყველას მხრიდან, ჩვენი მეგობრების მხრიდან და იმ თანამეგობრობის მხრიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნებისა, რომლის ნაწილიც ჩვენ გავხდით 30 წლის წინ და გავხდით იმიტომ, რომ გვინდოდა ქონოდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი კონსტიტუცია, რომელსაც პატივსცემდნენ სხვა სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. და თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე, ჩვენ პარტნიორებად ამას უნდა სცემ პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს სცემს ბევრი ადამიანი და მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც პატივს სცემდა ხინკალს და ხაჭაპურს. ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. ვისაც უნდა აჩვენოს პატივისცემა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ, მან უნდა აჩვენოს უპირველეს ყოვლისა პატივისცემა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. ამიტომ ჩვენი მოლოდინია რომ თუ კი იქნება მოთხოვნები ასეთი ვიზიტებისა და შეხვედრებისა, რომ ამაზე უპირველეს ყოვლისა მოიკითხავენ არსებობს თუ არა მთავრობის თანხმობა და თუ ასეთი თანხმობა არ არსებობს, ასეთ ვიზიტის განხორციელებაზე ეთქმება მას უარი. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.